ქალწული, რა ხდება ქალწულთან? 2026 ზოგადი მიმოხილვა ვნახოთ. წლის დევიზი, რასაც მივიღებ, იმას გავცემ. ბალანსი. 2026 ეს არის თქვენთვის ბალანსი, არანაირი ზედოზირება არაფერში, არც პირადში, არც ფინანსებში, არც კარიერაში, სრული, მოპოვებული ბალანსი. არანაირი 2025 წლის შფოთები, მღელვარება, არაფერი საერთოდ. მხოლოდ დამშვიდებული სული და დასვენებული ენერგია იქნება თქვენი თანმდევი და თუ ქალწული მშვიდად არის, რა ხდება ამ დროს? ის არ ელოდება ვინმეს ან რამეს, ციდან არ არის რაღაც ჩამოვარდნილი, არც ჩამოვარდება, ის არ არის არასდროს ილუზიაში. ის რეალური თვალებით ხედავს სამყაროს და ქმნის უძლიერეს შრომის მოყვარეობას, გეგმებს, ამბიციებს, ალაგებს ირგვლივ ყველაფერს ქაოტურს. ამიტომ წელი ეს არის მტკიცე და სტაბილური. ოჯახის შექმნის, მტკიცე ფინანსების, მტკიცე ფსიქოემოციური მდგომარეობის და კარიერული წინსვლის წელი. უძრავი ქონების შეძენა. გრძელვადიანი პროექტებისა თუ იდეების განხორციელება. ყველაფერი, რაც სიმტკიცესთან არის დაკავშირებული. ქალწულებს კი ეს ყველაფერი გეკუთვნით თქვენი შრომის მოყვარეობის ხარჯზე. და მე წარმატებულ წელს გისურვებთ ყველას.